გუდაური კობის მონაკვეთზე ყოველწლიურად ნალექის გამო შექმნილ პრობლემებს მალე ახალი გვირაბი მოაგვარებს. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული დანადგარიც უკვე საქართველოსია. 9 კილომეტრის სიგრძისა და 15 მეტრის სიგანის გვირაბი საქართველოსა და რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია. უფრო ცლად პროექტის შესახებ მაესტროს ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ყოველ ზამთარს ნალექი და უამინდობა ქმნის ხოლმე პრობლემებს კობი გუდაურის მონაკვეთზე. რა შეცვლის ქვეშეთი კობის გზა და ეს გვირაბი, რომელიც აშენდება? კიდევ ერთი ზამთარი სავსე გამოწვევებით, ჩაკეტილი გზებით, ჩარჩენილი მოსახლეობით 2021 წლის ზამთარი ისეთივე გამომწვევი, როგორც წინა წლების ზამთარი და სწორედ ქვეშეთი კობის პროექტი, მისი განხორციელება არის ის პირდაპირი პასუხი ამ გამოწვევაზე, რასაც კლიმატური პირობების გამო ჩაკეტილი გზა ქვია. 98 დღე საშუალოდ იკეტება გზა ზამთრის პერიოდში და მთავარი გამომწვევი მიზეზი ამისა არის სწორედ თოვლი და სხვა კლიმატური პირობები. მას შემდეგ რაც უკვე 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი და 9 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება, ეს გამოწვევა ვეღარ იქნება ხელისშემშლელი მოძრაობის, უწყვეტობის და გადაადგილების. მნიშვნელოვანია ის, რომ 9 კილომეტრიანი გვირაბი არის 15 მეტრის დიამეტრის და კლდოვან ქანებში 9 უწყვეტი კილომეტრი 15 მეტრიანი დიამეტრის ნამდვილად არის უპრეცედენტო საავტომობილო გვირაბზია საუბარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია ის, რომ გვირაბის საბურღი სპეციალური მანქანა, ეგრეთ წოდებული TBM-ი უკვე საქართველოშია, იგი ფოჩია და სწორედ ამინდის და კლიმატური პირობების გამო ასე ვთქვათ აქამდე ვერ იქნა ჯერ უკვე კოვში ჩატანილი დაახლოებით 110 მარშრუტზე მეტი დაჭირდება ამ მანქანის შესაბამისი ნაწილების ტრანსპორტირებას უკვე საქართველოში გემებით იქნა შემოსული და შემდგომ უკვე დაიწყება აწყობის პროცესი. მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ კლიმატური პირობების და გზის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, არამედ მნიშვნელოვანია იგი სოციალური მიმართულებით, ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ფაქტიურად ის სოფლები, რომლებიც გზაზე მდებარეობს, დღესდღეობით ზამთრის პირობებში ფაქტიურად მოწყვეტილია ყველა იმ ძირითად აუცილებლობებს და საჭიროებებს, რაც ყოველდღიურად იგივე მედიკამენტები, იგივე სამედიცინო მომსახურება, პროდუქტები, განათლება და მრავალი სხვა, რომელიც უკვე ამ პროექტის განხორციელების შემდეგ აღარ იქნება გამოწვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა უშუალოდ პროექტის განხორციელების პროცესშიც ძალიან აქტიური იქნება. აღსანიშნავია ის, რომ გათვალისწინებული არის ახალი გზიდან უკვე 5 კილომეტრიანი ახალი მისასვლელი გზა გუდაურთან, რაც ერთის მხრივ გუდაურს უკვე ააცილებს სატრანზიტო მოძრაობას და მეორეს მხრივ უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს უკვე ახალი ტიპის ტურისტების მატებას გუდაურში. ხოლო რაც შეეხება იმ სოფლებს, რომლის მოსახლეობაზეც ვახსენეთ ჩვენ მათი მაღალი ჩართულობა განხორციელების პროცესში და შემდგომში უკვე რეალურად საუბარი გვაქვს ახალ გუდაურებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ასევე რეგიონული განვითარებისა და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სტეფანწმინდას თვის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის. მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომლებიც პროექტის შედეგად რეგიონული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით იქნება და ზოგადად ქვეყნის მაგალითად იგივე სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან ყველას გვახსოვს შარშან სწორედ ჩაკეტილი გზების გამო ვერ ხერხდებოდა კოვიდის პირველი ტალღის პირობებში გარკვეული აუცილებელი პირველადი პროდუქტებით და საგნებით მომარაგება და ფაქტიურად რამოდენიმე დღე დაგჭირდა სწორედ გზის გასაწმენდა. წელსაც ანალოგიური იყო, მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკვე 7 კილომეტრი
კილომეტრიანი საბაგირო გზა გაიხსნა, მაგრამ 2 დღე დაგვიანდა, ვერ მოხერხდა უпроსორად მისი გახსნა სწორედ ძლიერი ქარის გამო, სწორედ ამიტომ არის ქვეშეთიკობის გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გადაჭრის გზა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც უკვე მრავალი წელია არსებობს. ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ სპეციალური გვირაბ-გამყვანი მანქანა, ხომ ეგრეთ წოდებული TBM-ი. ესეც არის პირველი შემთხვევა, ხომ საქართველოში, როდესაც ასეთი ტექნოლოგიით მოხდება გვირაბის აშენება, რა სტანდარტს გვაძლევს, ასე ვთქვათ, და რამდენად ზრდის ეს უსაფრთხოების ნორმებს? მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ საქართველოსთვის TBM-ი 9 კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბის მოწყობა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის უპრეცედენტო, მთლიანად რეგიონისთვის არის და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ იმ პარამეტრების გათვალისწინებით, რა პარამეტრებშიც და რა ზომებშიც აღნიშნული გვირაბი უნდა მოეწყოს, საავტომობილო გვირაბი 15 მეტრიანი დიამეტრის 9 უწყვეტი კილომეტრის მანძილზე ნამდვილად არის უპრეცედენტო მსოფლიო მასშტაბით კლდოვან ქანებში. რაც შეეხება უშუალოდ TBM-ს, TBM-ი ნამდვილად განეკუთვნება იმ იშვიათი მანქანების, ასე ვთქვათ, რიცხვში შედის, რომელიც მსოფლიოშია, ბევრი ნამდვილად არ არის და კიდევ ერთხელ განმეორდები, სწორედ კლდოვანი გრუნტისთვის კიდე თავისი სპეციფიკა გააჩნია და აქაც იმ რამოდენიმე მანქანას შორის არის, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ზოგადად TBM-ით გვირაბის გაყვანა ეს არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ასეთი მასშტაბური პროექტების შემთხვევაში, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მინიმალური ან მინიმალურთან გათანაბრებული ზემოქმედება იყოს ყველა თვალსაზრისით, როგორც გარემოს დაცვითი, ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით და ასევე ეს არის მეთოდი, რომელიც უფრო ადრე მიგვიყვანს ჩვენ ამ პროექტის დასრულებამდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პროექტითაც გათვალისწინებული იყო, კომპანიაც ძალიან გამოცდილია, რომელმაც უნდა გამოიყენოს და განავითაროს ეს პროექტი. ანუ ყველანაირი წინაპირობა გვაქვს და პლუს იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდის მიუხედავად ვადაზე ადრე მოხერხდა TBM-ის მოწოდება, ნამდვილად გვაიმედებს და გვაძლევს იმის საფუძველს, რომ აღნიშნული პროექტის წარმატებული განხორციელება გეგმის მიხედვით განვითარდეს. მშენებლობის ვადებზე რომ ვისაუბროთ, დაახლოებით რა პერიოდი არის ამისთვის მოცემული და როდის უნდა ველოდოთ უკვე ჩვენ ამ მშენებლობის დასრულებას? ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მისასვლელი გზის 36 თვეში, ანუ 3 წელიწადში დასრულება, ხოლო გვირაბის 58 თვეში, ანუ 4 წელიწადში. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ოფიციალური შეტყობინება სამუშაოების და მოსამზადებელი და მობილიზაციის დაწყებაზე გაცემულია, შესაბამისად 2021 წლიდან 2023 წელი გზის ნაწილში და 24 წლის შემოდგომა არის უკვე გვირაბის ნაწილში განსაზღვრული. ბატონო ირაკლი, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ხომ? ანუ იზრდება, ასე ვთქვათ, სატრანზიტო პოტენციალი ქვეყნის, ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, რას მიიღებს საქართველო? ნამდვილად ამ პროექტის განხორციელების შედეგად პირველი რაზეც ვისაუბრეთ, რეგიონული განვითარება, კიდევ უფრო მეტი ჩართულობა ადგილობრივი მოსახლეობის, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები დამატებითი შემოსავლის მიღების, ტურიზმის განვითარება, ახალი ტურისტული მდებარეობების და მიზიდულობის ცენტრების განვითარება და რა თქმა უნდა, უწყვეტი და საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტით დაცვით მოძრაობა კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ დერეფანს. აქვე აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული პროექტით იგივე ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და სტეფანწმინდა იქნება უზრუნველყოფილი უკვე უწყვეტი მოძრაობით, რაც თავის მხრივ უკვე მთელი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღების და ელემენტარულად საგზაო კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. მადლობა ირაკლი ქარსელაძე პასუხობდა მაესტროს შეკითხვებს, როგორც მოვისმინეთ, უკვე დაწყებული არის ქვეშეთიკობის გვირაბის მშენებლობა.